So, namaste. So Kamarjubat. Yeah, I'm from Yogananda Center. My name is Febin Varghese. I'm the yoga instructor. I'm working here last 2 years. And we are spreading what is yoga here and how it's yoga works in your body. Sorry? ეს არის ჩვენი ინსტრუქტორი ფებინი ვარგესი, რომელიც ჩამოვზანდა ინდოეთიდან. 2 წელიწადზე მეტია უკვე რაც მოღვაწეობს უკვე საქართველოში. არის პოპულარული ძალიან ხალხისთვის. და ეხლა ფებინი გვაჩვენებს თუ რამოდენიმე ვარჯიშს, რომელიც იქნება რაც არის უფრო საქართველოში აქტუალური, ზურგის ტკივილი არის უფრო უმეტესად აქტუალური და უფრო წონის დაკრება და კორექცია. გვაჩვენებს ისეთ ვარჯიშებს, რომელიც შეიძლება უბრალოდ სახში, სახლის ზონაში. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლის პირობებში რომელიც ტელემოყოლებელობას დაიმახსოვროთ. აი, შეგვიძლია დავიწყოთ. So I will show you first some back asanas, like back postures. You can try it home also. Okay. It's like first one. ზურგის ვარჯიში, რომელიც სახში Get your palms in chest line, like this. Take elbows in. Now breathe in, like look up. It's called Cobra pose, and it will help you open your back and relax your feet, and it will help your back strong. And if you have any back problem, you have to bend your hand like this and look up. It will open your chest, and it's very good contraction in your lower back. ნუ კართულია? კივა. თან თარგმნოთ, ანუ ეს ვარჯიში რას უცხობს? ეს ვარჯიში არის ზურგის ტკივილი, როცა არის უფრო. You have to straight your hands. Okay, now breathe in. See one hand up. Okay, your left leg up, opposite. მე მგონი ამ შემთხვევაში ზურგი იჭიმება, ხო? დიახ, ზურგი იჭიმება ამ შემთხვევაში. აი თვითონ უკამ უნდა გადმოსცეს ეს ყველაფერი რას the same thing. აი რას გძნობს? ახლა თან რთული არის. პირველად ვარჯიშობ. Okay. Now against your palms in chest line, like that. ძალიან რთული გასაკეთებელი. Relax your back. ეს არის უბრალოდ განვითარების ან და დიახ. ხე ჩამეძინება ეს. And you have to set your legs straight. Okay, now your right leg like that. ეს რისთვის არის ეს ზურგის გაჭიმვის? It's good for your back and it will strengthen your back. It's just stretch for your back. აჰა, ეს არის ასევე ზურგისთვის, თუ ზურგი დაჭიმული გვაქვს. Just like that. ბუნებრივი ჩვენი რეჟიმიდან არის გამომდინარე, ხსნის სტრესს. Very good. And you have to sit like that. The same thing with other leg too. Okay. ნუ კართულია. აი ხო როცა გიყურებ თითქოს მარტივი არის. აი ეს მარტივია და ცოტა სასიამოვნოც კი, იმიტომ რომ აი ზურგის დაჭიმულობა რაღაცნაირად იხსნება. Okay. ყოველ შემთხვევაში. That's it. This is for back. Now I will show you some advanced poses for back. If you can do it. Like it's called wheel pose, hidi. Like how to say like hidi. ნუ ეს უფრო არ არის ახლა ეს სახლისთვის უკვე არის ეს შემდეგი ვარჯიში რაც არის რა ნუ ეს უკვე ხო ეს უფრო სახლისთვის რა Okay, and if you like straight up. ნუკა თუ გინდა მოგეხმარებ. ეს კეთილი ეს უკვე უნდა იყოს ეს ვარჯიში რომ ხელშემიში. გინდა მოგხსნა? Okay. რატომ არ შეიძლება აი ამის სახლში გაკეთება? შეიძლება რაღაც დაიზიანოთ მას შემთხვევაში და მე If you have to do this, you have to like you need anyone support. You have to do it with any trainer. აჰა. ხოლოდ რამდენად უნდა აიწიოთ ზევით, აი ეს ყველაფერი უნდა იცოდეთ. მაგ შემთხვევაში შეიძლება დაიზიანოთ. და ხოლოდ მოდიხოთ მე ამას არ გავაკეთებ. Then come on. It's for back. Now I'm going to show you some weight loss program. Like everyone need to like lose weight and good shape. So we are giving some. It's called Surya Namaskar, like sun salutation. Like you have to be top of the mat. ალბათ ქართველების მოთხოვნა ამაზე უფრო არის. კი, ქართველების მოთხოვნა უფრო წონის უმოქლებაზე და პოპულარული გახდა ბოლომდე წელი იოგას ბუმია ჩვენ. Look up. ამას მეც გავაკეთე. Breathe out. Bend forward. Your feet together. Okay. ფეხები ერთად. Get your left leg back. Look straight. ეს არის რაღაცა ტანის კორექციისთვის, იმისათვის რომ აღნაგობა აი ეს არის ძალიან სასიამოვნო, საკო იჭიმება ყველა. ეხლა ორივე ფეხია ნუკა ნახე. Okay, now your knees. Put your chest. Good. Breathe in.
Very good. Relax your feet. And so you look up. Okay. Breathe out like seven. Like it's called mountain. Your feet together. Like try to do it on the floor. Now like same like forward. That's fine. Okay. Okay. 10. მოდით ჩვენ მაშინ თან ვისაუბროთ. როდესაც ვამბობთ რომ მართლაც ბუმია საქართველოში იოგას და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი რეალურად დადის იოგას. რას უწყობს ხელს? ანუ რა არის იოგა? სამკურნალო დანიშნულება აქვს, გამაჯანსაღებელი თუ აი ყველაფერი ერთად და რაღაც. ყველაფერი აი შეიძლება ვთქვათ რომ სამკურნალოც ძალიან დიდი არის, იმიტომ რომ ხშირი პრობლემებით ვინც მოდიან ჩვენთან არის უფრო ზურგის ტკივილები და რა თქმა უნდა ეს აქტუალურია წონის დაკლებისათვის. Yoga ეხმარება როგორც ვთქვათ It's called sun salutation. ანუ მე წავიკითხე, არ ვიცი რამდენად სწორი განმარტებაა, მაგრამ ამოვიწერე. კიდეც სულისა და სხეულის ბალანსი. რეალურად ეს არის იოგა. მაგრამ რა არის, იცით, ხშირი ვარჯიში ჭირდება იოგას. აი კვირაში რამდენჯერ არის რეკომენდებული? აი რეკომენდებული თავიდან როცა იწყებთ იოგაზე ვარჯიშს, სავარაუდოდ 3-ჯერ მაინც უნდა მოხდეთ. მინიმუმ 3-ჯერ. ნუ კაი, შენ და გააკეთო ეს. ამიტომ ვქნით სპეციალურ ოფერებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ იაროთ ხშირად და ნახოთ ყველანაირი გაკვეთილები. შეხვიდეთ ყველანაირი გაკვეთილები. ანუ მე როდესაც მოვდივარ და ვირჩევ, შემიძლია ერთ დღეს ვთქვათ, ერთ სხვა გაკვეთილზე შევიდე, მეორე დღეს სხვა გაკვეთილზე. რა თქმა უნდა. ნუ ეტაპობრივად არის, აი, მაგალითად weight loss-ი არის, weight loss-ი, პილატესი და power yoga გვაქვს ჩვენ ყველაზე რთული გაკვეთილები. როცა ეს არის შემდეგი ეტაპი, კი. აი, რამდენ ხანში შეიძლება მივიდეთ უკვე მაგ ეტაპზე? თქვენზე ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად მონდობებულია და რამდენად უფრო გაუძლებს დატვირთვას. თითოეული ვინც თქვენთან დადის, რაღაც ინდივიდუალური მიდგომა არის, ანუ ინსტრუქტორი. ყველა გაკვეთილზე აბსოლუტურად მასწავლებელი ეხმარება ყველა ჩვენს მომხმარებელს, რომ უფრო კარგად გააკეთონ ვარჯიშები და უფრო მიეჩვიონ დატვირთვას და შეეცადონ რომ უფრო რა ვერ გააკეთე? ნუ ეხა იმას თავზე რო უნდა დადგე. აი რამდენ ხანში შემიძლია რომ აი ეს ჩვენც ეგ ვეკითხეთ და არის ინდივიდუალური. აი ხა თავზე დადგომა საჭიროა ბევრი ზურგის ვარჯიშები და უფრო მეტი დატვირთვა, რომ ცოტა რთულია ეხა ცოტა რთულია რა მე მგონი ძალიან რთული არის კი. და ყავთ ესეთი მოსწავლეები, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩვენთან რომლებიც ამას ახერხებენ. კი, რომლებიც აი სისტემატურად დადიან და არა. სამუშაოს და სწავლობს ჩვენთან და აი ეს მეინტერესებს ეს დიდი ხანი რამდენია? ნუ სადღაც 2 წელიც არის კლიენტები, რომლებიც დადიან ჩვენთან. მუდმივი კლიენტები. რაღაც როდესაც იოგა ხდება ცხოვრების წესი რეალურად და მე ისიც ვიცი რომ როდესაც იოგას ვარჯიშობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, კვების რეჟიმს. კვების რეჟიმს კი, აი Febin, what about our food? Food. Yes. So in yogic way you can eat anything, but you know it's in like a normal way, like you have to sleep properly and you have to eat in a perfect time. Like you have to have your lunch at 1 o'clock, you know. Everything should be in punctual. ანუ ერთი და იგივე დროს უნდა მივიღოთ საჭმელი, უნდა გქონდეს დარეგულირებული რეჟიმი უნდა გქონდეს. And if you want to be in a good lifestyle and you have to spend გვიან ღამე ჭამა, ეხა ესენი არ ჭამენ მაგალითად გვიან ღამე. და რაღაც რეჟიმში ხო, აი პირველ საათზე, 3 საათზე და ასე შემდეგ. და ვინც თქვენთან მოდის და დადის რეგულარულად იოგაზე, იმათგან კაცრად ითხოვთ აი ამ რეჟიმს და ისინი ასრულებენ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც აი ესე ანუ კაცრად არ ვითხოვთ, მაგრამ ესენი უკვე თვითონ ხდებიან უკვე ორგანიზმი კი ორგანიზმი ითხოვს როგორც ვიცი. რაღაცა ეტაპებია ხო იოგაში, ანუ ვიწყებთ მარტივით და ბოლოს ავდივართ თულამდე. რო ვკითხოთ ჩვენ სტუმარს რა არის იმისათვის საჭირო რომ აი იმ ბოლო ეტაპს მივაღწიოთ, ანუ მხოლოდ მონდომება? საკმარისია მხოლოდ მონდომება საკმარისი აი ფიზიკური მონაცემებით უნდა გვიწყობდეს. ფიზიკური მონაცემებით ვარჯიში თვითონ იოგაზე ვარჯიში მოგცემთ ამ ფიზიკურ საშუალებას უკვე ცოტა ხანში იგრძნოთ თქვენ თვითონ რომ შეგიძლიათ უფრო მეტის გაკეთება და ფიქრობ რომ საკმარისი იქნება იმისთვის რომ უკვე იოგა გახსდეს თქვენთვის
ყოველდღიური ცხოვრების სტილი. ცხოვრების სტილი, კი. იოგის ერთი გაკვეთილი რამდენ ხანს გრძელდება? 1 საათიანია ყოველ გაკვეთილი. 1 საათიანია. წყვეტი პროცესი. საკმაოდ მძიმე დატვირთვა თუ რაღაცა მსუბუქად მიდის და ამიტომ სხვადასხვა კლასები. ეხლა თუ თავიდან იწყებთ იოგას, ხო? მაშინ შედიხართ უფრო ბიგინერსზე, ანტისტრესზე და ასეთ გაკვეთილებზე. აი, შეგიძლია ჩვენ სტუმარს ხო გაგვიკეთოთ ის ვარჯიში, რომელიც აი პირველ გაკვეთილზე სრულდება. თქვათ აი ნუკან მე მოვედით იოგას ცენტრში. აი ეს არ გვივარჯიშია არასოდეს თული 1 საათის განმავლობაში რომ მე ეს ვაკეთო, ალბათ ძალიან არ დაიღლები, მაგრამ დაგეჭიმება რითი სხვა ეტაპია ის რაც მე გავაკეთე. როდესაც არასდროს გვივარჯიშია და არ ვართ დაკავებული იოგით. აი რითი ვიწყებთ? The first lesson what we are starting when you are going first time in yoga. First steps. Beginner, First steps of if you're coming in a beginner, we will start with like a 1 hour class. It's starting with warm up, like loosen up all muscles, and we will start like Surya Namaskar. It's called Surya Namaskar, like sun salutation. It will help you to like full body workout. What we are doing. მედებაშიც რო ვაჩვენოთ, უკეთესი იქნება ეს მოძრაობები. Yeah, I will show you once. I just show you that Surya Namaskar. It will help you like full body muscle stretching and contraction. It will give you a good flexibility and it will help you. ანუ პირველ გაკვეთილზე როდესაც მოდიხართ, ხო, ცდილობს მასწავლებელი რომ ყველა კუნთი დაიჭიმოს და დადგეს მუშაობაში, იმიტომ რომ როდესაც იოგით ვარჯიშობთ, ხო, ყველა კუნთი აბსოლუტურად დგება და ყველა ორგანო იწყებს ნორმალურად მუშაობს და ყველა ორგანო მუშაობს უკვე ასე ვთქვათ ფუნქციონირებს, ანუ ყველა კუნთი იწყებს მუშაობას, ყველა კუნთში გრძნობთ, რომ არის ყველა ესეთი გადაცემის მერე მინდება რომ აი კონკრეტული ვარჯიშს ყველაფერზე შევიდე რამდენადმე შეიძლება რომ and we are focusing here mostly like physical and mental level. So if you are doing in yoga, you'll be in a healthy life and you can be smiley always and good lifestyle. კარგი ცხოვრების წესია მოკლედ იოგა. მოდი ვანახოთ მაყურებელს. აი ეს რაღაცა საწყისი ეტაპი რა. I'll show you some asanas. See, you start on your knees like this and your right hand up and breathe out. Get your head back. რაღაცა რთულ ილეთებს აკეთებ მეგონი. Now the same thing with our hands. ეს არის საწყისი. Breathe out like both hands. Get. თან დავემშვიდობოთ ნელ-ნელა ჩვენ სტუმრებს. Now see your left leg forward. მაყურებელს ვარჯიშის ფონზე. აი ეს ვარჯიშიც ნახოთ და now breathe and your hands. ნელ-ნელა შეგიძლია დავემშვიდობოთ. Clear back straight. ჩვენ სტუმრებსთან დიდი მადლობა ვუთხრათ. სტუდიაში მობრძანებისთვის. ვიცხოვთ ჯანსაღად. ხო, ალბათ თავარი მიზეზი აუცილებლად ფარნოვის ფილიალშიც აგრეთვე დიდი მოთხოვნა რო იყო იოგაზე, გავხსენით მეორე ფილიალი კავკასიის 27 ნომერში. და გვაქვს იქ დღესდღეობით ახლა აქცია, რომელიც არის 99 ლარიანი ულიმიტო და ეს გაზრდებს საშუალებას მიხვდეთ რა არის იოგა და იოგა ხშირად. შემდგომ უკვე გააგრძელებთ რეჟიმში როცა ჩავდეთ. იცხოვრეთ ჯანსაღად, მთავარი მე მგონი ეს არის. ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს, რომელ კამერაში არ ვიცი. შენ განაგრძევარ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველამდე.